მოდით გავით რა ღარიბებმა ამ თქვენი დაანგრეული პრიუსებით და გოლფებით 100,000-ობით დოლარებს ვიხდით მანქანაში და მე ზოზინი და დროის კარგვა გვიწევს ამ საცობებში და საერთოდ გვინდა თუ არ გვინდა ერთი ჰაერის სუნთქვა გვიწევს რა ეხლა კი დავდივართ ეხლა ალპებში მონაკოებში და რაღაც თუნდაც აგერ აბასთუმანში ავდივართ მაგრამ ფულს ეხლა აქ შოულობთ და ყოველდღიურად აგვიწევს ყოფნა და გვიბინძურებთ ამ ჰაერს ამ თქვენი ძველი მანქანებით რა ზუსტად ამას გვეუბნება ივანიშვილის რეჟიმი, როდესაც აპირებენ საქართველოში 6 წლამდე მანქანების შემოყვანის აკრძალვას. თან იმასაც მიგვენიშნებენ, რომ არაუშავს თუ 6 წლის მანქანის ფული არ გაქვთ, ადრე თუ გვენ ჩვენ ხო მოგბეზდება და მე მოგყიდით რა 1 7 8 9 10 წლის რო გახდება. ჯერ თუ საცობების შემცირებაზეა საუბარი, იქნებ საერთოდაც სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ და მანქანა მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ შაბათ-კვირას ოჯახი ქალაქგარეთ გავიყვანო. ანუ ამასაც გვიგრძავთ? ეგეც რო არა ვერ გავიგეთ, ანუ მართლა ღარიბების ხარჯზე გინდათ საცობების შემცირება? და თუ ჰაერის დაბინძურებაზეა საუბარი, ნებისმიერი ძველი პრიუსი იმაზე ნაკლებად აბინძურებს ჰაერს, ვიდრე ეს თქვენი უზარმაზარი ჯიპები, უზარმაზარი ძრავებით. მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ აინტერესებთ და არ ადარდებთ. არ აინტერესებთ იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით. ჩინოვნიკების, კორუმპირებულებისა და მათთან დაალაგებული ცეხავიკების ვიწრო ჯგუფებს და არა ქართველ ხალხს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც დღე-დაღამ შრომობენ იმისათვის, რომ ოჯახები არჩინონ, რომლებიც წლობით აგროვებენ ფულს ან იღებენ კრედიტებს იმისათვის, რომ იყიდონ დიახ 10 თუ 15 წლის მანქანა იმისათვის, რომ დიახ თუნდაც შაბათ-კვირას ქალაქგარეთ თუ რაიონში წაიყვანონ ოჯახი. ამიტომ მეგობრებო, მანამ სანამ ჩვენ ქართველი ხალხი არ გავერთიანდებით და ერთად არ დავუპირისპირდებით ამ ყველაფერს, ერთად არ შევებრძოლებით უსამართლობას, კორუფციას და ჩაგვრას, მანამდე სამწუხაროდ ჩვენ სასარგებლოდ ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. დიახ, ჩვენ მეტნი ვართ, ჩვენ მათზე ძლიერები ვართ, მაგრამ ჩვენი ძალა მხოლოდ და მხოლოდ ერთობაშია.